საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევა შეაფასეს საქართველოში რა განცხადებები კეთდება მესამე სექტორში, ამასთან თურმანძისგან გავიგებთ თევნაგისმეთ. ანგარიშს უკვე მოყვა შეფასებები მესამე სექტორისთვის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების დაცვის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. საერთაშორისო სტანდარტი არის, რომ პოლიციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად ორგანო იყოს დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობა პირველ რიგში გამომდინარეობს იქიდან, რომ იმ პირებს და იმ უწყებას, რომელიც გამოიძიებს თავად სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენ პირებთან. კამპანიაში შეგეხებას მთავარი მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს გაუწევს ეგრეთ წოდებულ სერვისს და თუ კი უსაფრთხოების სამსახურებს გაუჩნდება საჭიროება, რომ განახორციელოს ფავრული მოსმენა, ტექნიკურად სერვისის სახით სწორედ ეს დამოუკიდებელი სააგენტო განახორციელებს ამგვარ საქმიანობას. ამ პრობლემის გადაჭრის მეორე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. ჩვენ ვკითხულობთ სხვის მიერ გამოცემულ ანგარიშებს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ჩვენს დოკუმენტებში რას ავსახავთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი Human Rights Watch-ის ანგარიშის აქცენტს დემოკრატიის გაძლიერებაზე, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე აკეთებს. ჩვენ ვაკვირდებით, ვსწავლობთ სხვადასხვა ანგარიშებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, თუმცა ჩვენი აზრი გაგვაჩნია საქართველოში არსებულ პროგრესზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში. ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ანგარიში, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის მოსაზრება. ანგარიში არის გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ პრობლემური თემები მისახედია, ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუნგუში. მისი თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოში დგას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სახელმწიფო გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს დამატებითი რეკომენდაციაა. საუბარია კონკრეტულად უკანონო მოსმენებზე, რომ ეს კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემად რჩება საქართველოში, მათ შორის საუბარია სწორედ იმ განხილვებზე, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ეს თემები არის მისახედი. ეს აღნიშნავს იმას, რომ სავალდებულო ჩვენ ზუსტად ერთ-ერთი უნდა ვემთხვეოდეთ იმ რეკომენდაციას, რომელიც არის, მაგრამ ის რომ ჩვენგან ეს კვლავ დამატებითი ყურადღების საჭიროება უნდა არსებობდეს იმ თემებზე, რაც იქ არის გამახვილებული, ეს მხოლოდ პოზიტიურია და ჩემთვის პირადად ასეთი მნიშვნელობა აქვს ამ ანგარიშს, რომ ის არის დამატებითი კონცენტრირების, დამატებითი ყურადღების ობიექტი. შეგახსენებთ, ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-მდე ქვეყანაში, უფრო დეტალურად თემაზე ჩვენ მომდევნო გამოშვებაში ვისაუბრებთ და ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ დამატებით კომენტარებსაც გაგაცნობთ. მადლობა, ეს თევნად თურმანიძე.